წარმოიდგინეთ ქვეყანა, რომელშიც დრო გაჩერებულია. ქვეყანა, სადაც ინტერნეტი არ არსებობს, სადაც ლიდერის ფოტოს წინაშე ქედის არ მოხრას სიკვდილით ისჯება და სადაც 26 მილიონი ადამიანი დარწმუნებულია, რომ მათ მბრძანებელს ამინდის მართვაც კი შეუძლია. ოფიციალური დასავლური დაზვერვისთვის ის არის ცნობილი როგორც გიჟი რაკეტებით, შეშლილი დიქტატორი, რომელიც მსოფლიოს ემუქრება ბირთვული იარაღით და პრინციპში ადამიანი, რომელსაც მთელი სამყაროს ქაოსის ქარცეცხლში გახვევა შეუძლია სულ რაღაც ერთ ღილაკზე თითის დაჭერით. მაგრამ ვინ არის სინამდვილეში კიმ ჩენ ინი? როგორ გახდა შვეიცარიულ კერძო სკოლაში მიღებული განათლების მქონე, კალათბურთზე შეყვარებული მორიდებული მოზარდი, პლანეტის ყველაზე საშიში და იზოლირებული რეჟიმის აბსოლუტური მმართველი? როგორ ჩაიგდო ხელში ძალაუფლება? რა აბსურდული კანონები მიიღო მმართველობის პერიოდში და ზოგადად, ვინ არის ჩრდილოეთ კორეის ლიდერი? ეს სწორედ ის კითხვებია, რომელზე პასუხსაც დღევანდელ ვიდეოში გაიგებთ. ნახოთ, თხოვნა მექნება, რომ დაალაიქოთ იგი და გარდა ამისა გამოიწეროთ არხი. აქვე შეგახსენებთ იმას, რომ ჩემი არხის მეგობარი კომპანია არის ციფრული ინდუსტრიის აკადემია, რომლის კურსებსაც შეგიძლიათ ვიდეოს აღწერაში განთავსებულ ლინკში გაიცნოთ. მოკლედ, დავიწყოთ საუბარი იმაზე, თუ ვინ არის კიმ ჩენ ინი. კორეის სახალხო დემოკრატიული რესპუბლიკა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებული სახელმწიფოა. სწორედ ამიტომ არ არის გასაკვირი, რომ მისი ლიდერის კიმ ჩენ ინის ბიოგრაფიაში ბევრი გამოტოვებული მომენტი, ფარული და გასაიდუმლოებული ფაქტია. ოფიციალური ჩრდილოეთ კორეული პროპაგანდა აცხადებს, რომ იგი 1982 წლის 8 იანვარს დაიბადა. თუმცა სამხრეთ კორეის დაზვერვა და დასავლელი ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ ის რეალურად 1984 წელს მოევლინა სამყაროს. ერთი შეხედვით დიდად მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს იმას, თუ რომელ წელს დაიბადა კიმ ჩენ ინი, 1982-ში თუ 1984-ში. ამაზე ბევრად უფრო მნიშვნელოვანი რამ გახლავთ ის, თუ რა ქმედებებს ჩადის ეს ადამიანი. მაგრამ საქმე ისაა, რომ 1982 წელი ემთხვევა მისი ბაბუის, კიმ ირ სენის 70-ე იუბილეს და გარდა ამისა მისი მამის, კიმ ჩენ ირის მე-40 იუბილეს. ანუ გამოდის, რომ ჩრდილო კორეულმა პროპაგანდამ ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ ამ ადამიანის ირგვლივ მითების შექმნა არა მისი ბავშვობიდან, არამედ დაბადებიდან დაწყებულიყო. კიმ ჩენ ინი კიმ ჩენ ირის ვაჟებს შორის უმცროსია. მას ყავს უფროსი ძმა ჩენ ჩხოლი და უმცროსი და კიმ იო ჩჟონი. უნდა ითქვას ისიც, რომ ამხანაგ კიმ ჩენ ირს სხვადასხვა ქალისგან ჯამში 17 შვილი ჰყავდა, რომელთა შორისაც 9 ქორწინების გარეშე დაიბადა. სწორედ ამიტომ კიმების სასახლის კულისებში ტახტისთვის ბრძოლა ყოველთვის დაუნდობელი და გასაიდუმლოებული გახლდათ. მიუხედავად იმისა, რომ კიმ ჩენ ინი უმცროსი ვაჟი იყო, მამის ფავორიტად მაინც ის ითვლებოდა. კიმ ჩენ ირის ყოფილი პირადი მზარეული კენჯი ფუჯიმოტო იხსენებდა, რომ მამა უმცროს შვილში საკუთარ თავს, ლიდერის თვისებებსა და მართვის განსაკუთრებულ ნიჭს ხედავდა. მანამ სანამ კიმების დინასტიის მომავალი მმართველი ფხენიანის პოლიტიკურ ელიტას შეუერთდებოდა, მანამდე მას სრულიად მოულოდნელი ევროპული თავგადასავალი ელოდა. 90-იანი წლების ბოლოს ჩრდილოეთ კორეიდან 1000-ობით კილომეტრის მოშორებით შვეიცარიულ ქალაქ ბერნში, ერთ-ერთ სკოლაში გამოჩნდა ახალი მოსწავლე, რომელსაც არა კიმ ჩენ ინი, არამედ ინ პაკი ერქვა. ოფიციალურად ის ჩრდილოეთ კორეის საელჩოს თანამშრომლის შვილად ირიცხებოდა. არავინ იცოდა, რომ ეს მორიდებული, ოდნავ ჩაკეტილი ბიჭი, რომელსაც სულ ნაიკის კეტები ეცვა და ოთახი ჩიკაგო ბულსის და მაიკლ ჯორდანის პოსტერებით ჰქონდა ავსებული, მომავალი დიქტატორი იყო. კლასელები იხსენებდნენ, რომ მას ფრენბურთი და კალათბურთი უყვარდა. აკადემიურ მოსწრებას რაც შეეხება, ის მაინც და მაინც არ გამოირჩეოდა მოწადინებულობით, რადგან თავისუფალ დროს იმ პერიოდის კომპიუტერულ თამაშებზე ხარჯავდა. რა თქმა უნდა, შვეიცარია ისე უბრალოდ და შემთხვევით შერჩეული სახელმწიფო არ ყოფილა. პირველ რიგში იქინა გამომდინარე, რომ უკვე არაერთი ათწლეულია ეს სახელმწიფო ინარჩუნებს საბანკო საიდუმლოებებს, გარდა ამისა უზრუნველყოფს უსაფრთხოებას და ამ ყველაფრის გარდა ზოგადად ინარჩუნებს დიპლომატიურ დისტანციას. კიმ ჩენ ინის მამა სურდა, რომ მის შვილს მიეღო დასავლური განათლება. ოღონდ უნდა მიეღო ეს დასავლური განათლება ისე, რომ დასავლურ დაზვერვის სააგენტოებს მის შესახებ ინფორმაცია არ ქონოდა. აი შვეიცარია კი სწორედ ის სახელმწიფოა, რომელიც იდეაში დიდად კითხვებს არ სვამს ხოლმე. თუმცა მიუხედავად ამისა, შვეიცარიულმა იდილიამ დიდხანს ვერ გასტანა. 2000 წელს ინ პაკი სკოლიდან სრულიად მოულოდნელად შუა სასწავლო წელს გაქრა. კლასელებს ეგონათ, რომ ის ავად გახდა, ან უბრალოდ სხვა ქალაქში გადავიდა. თუმცა სინამდვილეში ის სამშობლოში მამამისმა გაიწვია. რადგან თვლიდა, რომ დრო იყო ტახტის მემკვიდრეს თავისი მოვალეობების შესრულებაც ესწავლა. სამშობლოში დაბრუნებისას კიმ ჩენ ინი
ელიტურ სამხედრო სასწავლებელში ჩაირიცხა, რომელიც მისი ბაბუის, კიმ ირ სენის სახელს ატარებდა. სასწავლებლის დასრულების შემდეგ აღმოჩნდა, რომ კიმ ჩენ ინი საუკეთესო მოსწავლე იყო. სახელმწიფო პროპაგანდისტული მანქანა ყველაფერს აკეთებდა საიმისოდ, რომ ხაზი გაესვათ იმაზე, რომ ის გენიალურია და უნიჭიერესია, მაგრამ სინამდვილეში ეს ყველაფერი, რა თქმა უნდა, ერთი დიდი სპექტაკლის ნაწილი იყო, იმიტომ რომ კიმ ჩენ ინის მამა სურდა კიმ ჩენ ირს, რომ მისი შვილის მიმართ სამხედრო ელიტის წარმომადგენლებს ზოგადად პატივისცემა გასჩენოდათ. კიმ ჩენ ინი ქვეყნის საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიურად 2010 წლიდან ჩაერთო. ამის ფონზე მას გენერალის სტატუსიც მიანიჭეს და კორეის შრომის პარტიის ცენტრალური კომიტეტის წევრადაც აირჩიეს. ერთი წლის შემდეგ, 2011 წლის 17 დეკემბერს, მამამისი გარდაიცვალა. თავად კიმ ჩენ ინი კი ჩრდილოეთ კორეის უპირობო ლიდერად გამოცხადდა და მამის პოსტი დაიკავა. ამის შემდეგ კი სულ რაღაც 4 დღეში ის ჩრდილოეთ კორეის არმიის მთავარ სარდლადაც დაინიშნა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ კიმ ჩენ ინი მამამისისთვის რიგით ნომერი მესამე ყველაზე უმცროსი ვაჟი იყო ოღონდ აღიარებულ ვაჟებს შორის და წესიდარიგით მას არ უნდა დაეკავა საპატიო პოსტი. ანუ ის არ უნდა გამხდარიყო მემკვიდრე. უბრალოდ პრობლემა ის გახლავთ, რომ კიმ ჩენ ირის ვაჟებმა მას ბევრად უფრო ადრე გაუცრუეს იმედი, ვიდრე ის გარდაიცვლებოდა. აი მაგალითად კიმ ჩენ ინის ძმამ 2001 წელს უკანონოდ გადაკვეთა ჩრდილოეთ კორეის საზღვარი, წავიდა იაპონიაში. იაპონიის საზღვარზე ის დააკავეს, იმიტომ რომ ყალბი დოკუმენტები ჰქონდა და როგორც გამოძიებისას გაირკვა, ის იაპონიაში მიდიოდა მხოლოდ იმიტომ, რომ იქაური დისნეილენდი ენახა. აი კიმ ჩენ ინის შუათანა ძმას კი, კიმ ჩენ ჩხოლს, როგორც მამამისი ამბობდა, არ ჰქონდა შესაბამისი არც გამოცდილება და გარდა ამისა ცოტათი ფემინური იყო და შესაბამისად ის ვერ მოახერხებდა ამხელა სახელმწიფოს მართვას. მამისა და ბაბუის მსგავსად კიმ ჩენ ინმა საკუთარი თავის გაკულტება დაიწყო. პროპაგანდისტული მანქანა საკმაოდ ბევრს შრომობს იმისთვის, რომ ჩრდილო კორეელებისთვის კიმების ოჯახი ღმერთებთან ასოცირდებოდეს. ამ ღმერთთა ტრიადაში იერარქია ქრონოლოგიურად არის დალაგებული. უმაღლეს პირს დღემდე კიმ ჩენ ინის ბაბუა წარმოადგენს. შემდეგ მოდის მისი მამა, შემდეგ კი თავად ჩენ ინი. იმისთვის რომ უკეთ მივხვდეთ თუ რას ნიშნავს ჩვენთვის დიადი კიმ ირ სენი, კიმ ჩენ ირი და თავად კიმ ჩენ ინი, კარგად უნდა იცოდეთ ჩრდილოეთ კორეის ისტორია. ისინი ჩვენი მშობლები არიან, ჩვენ შორის უხილავი კავშირია და ისინი მუდამ გვფარველობენ. კიმ ჩენ ინი ბევრ რაღაცაში ბაძავს ბაბუას, კიმ ირ სენს. და არაა გასაკვირი, რომ სახელმწიფო პროპაგანდა ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ ბაბუასა და შვილიშვილს შორის მსგავსება წინა პლანზე წამოწიოს. ჭორების მიხედვით კიმ ჩენ ინმა რამდენიმე პლასტიკური ოპერაციაც კი გაიკეთა იმისთვის, რომ ბაბუას დამსგავსებოდა, თუმცა რა თქმა უნდა ეს ჭორები ოფიციალურად არ დასტურდება. მაგრამ ის რაც ოფიციალურად დასტურდება, დიდი ალბათობით თითოეულ თქვენგანს ჭორი ეგონება. საუბარი მაქვს კიმ ჩენ ინის წოდებებზე. მას მოიხსენიებენ როგორც ბრწყინვალე ამხანაგი, ყოვლის შემძლე მხედართ მთავარი, 21 საუკუნის ნათელი მზე და უკიდეგანო დიდებული ადამიანი. მაგრამ საინტერესო ისაა, რომ მას ვერასდროს ექნება ქვეყნის უმაღლესი პრეზიდენტის ტიტული, რადგან მისი ბაბუა, კიმ ირ სენი, სიკვდილის შემდეგ მარადიულ პრეზიდენტად გამოცხადდა, ხოლო მამამისი კიმ ჩენ ინი გენერალურ მდივნად მარადისობაში. შესაბამისად, კიმ ჩენ ინს უწევს მართოს ქვეყანა ისეთი ტიტულით, როგორიცაა სახელმწიფო საქმეთა თავმჯდომარე და შეიარაღებული ძალების უმაღლესი მთავარსარდალი. პროპაგანდა მხოლოდ და მხოლოდ ტიტულებით არ შემოფარგლულა, იმიტომ რომ კიმ ჩენ ინზე და ზოგადად მის ოჯახზე არის მთელი რიგი სასწავლო მასალა შექმნილი, რომელსაც ჩრდილო კორეელი ბავშვები სკოლაში გადიან. და ამ სასწავლო მასალაში წერია ის, რომ კიმ ჩენ ინმა მართვის მოწმობა, ანუ მანქანის მართვის მოწმობა 3 წლის ასაკში აიღო და 9 წლის ასაკში იახტებით რბოლაში იღებდა მონაწილეობას და იმარჯვებდა კიდეც. ანუ შეიძლება ითქვას, რომ პროპაგანდისტულმა მანქანამ აბსოლუტურად ყველანაირი ზღვარი წაშალა რეალობასა და მითებს შორის. საინტერესო არის აქვე ისიც, რომ დასავლელი ექსპერტები რატომღაც ვარაუდობდნენ, რომ იმის გათვალისწინებით, რომ კიმს ჰქონდა მიღებული განათლება ევროპაში, იგი შედარებით უფრო რბილი და ლმობიერი მმართველი იქნებოდა. მეტიც, ზოგიერთი ექსპერტი იმასაც კი ფიქრობდა, რომ გენერლები მას აჯანყებას მოუწყობდნენ და შესაბამისად კიმების დინასტია კიმ ჩენ ინზე დამთავრდებოდა. მაგრამ ექსპერტები შეცდნენ. ძალაუფლების ხელში ჩაგდებისთანავე კიმ ჩენ ინმა სისხლიანი წმენდა დაიწყო. მან სიკვდილი დასაჯა ასობით მაღალჩინოსანი, მათ შორის საკუთარი ბიძა, ჩან სონ ტეკი. მან ყველას დაანახა
რეფორმები არ იქნება. პირიქით, ტოტალური კონტროლის სისტემა გამკაცრდება. აიკრძალება უცხოური მუსიკა, კინო, ლიტერატურა და რაც მთავარია ნებისმიერი სახის თავისუფლების გამოხატულება, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგ შეიძლება იყოს მიმართული. ახლა უნდა ვისაუბრო იმაზე, რაც ერთი შეხედვით 21 საუკუნეში მაცხოვრებელი ადამიანისთვის წარმოუდგენლად ჟღერს. მაშინ, როდესაც სახელმწიფოები წესით და რიგით კანონებს ქმნიან იმისთვის, რომ მათი მოქალაქეები ბევრად უფრო დაცულად და უსაფრთხოდ გრძნობდნენ თავს, ჩრდილოეთ კორეაში კანონი მხოლოდ და მხოლოდ ერთი რაღაცის გამო იქმნება. იმისთვის, რომ 26 მილიონი ადამიანი შიშის ქვეშ ცხოვრობდეს, მათი გაკონტროლება იყო ძალიან მარტივი და გარდა ამისა იმისთვის, რომ შეიცვალოს არსებული რეალობაც და ისტორიული წარსულიც, რომელიც ქვეყანამ გამოიარა. ახლა მოგიყვებით იმას, თუ რატომ ეძახიან კიმ ჩენ ინის მმართველობის პროცესს აბსურდის თეატრს და გეტყვით იმას, თუ საიდან დაიწყო ეს აბსურდი. ხელისუფლებაში მოსვლიდან პირველივე წლებში კიმ ჩენ ინმა სცადა ხალხის მეხსიერებიდან საშინელი შიმშილის პერიოდი ამოეშალა, რომელიც ჩრდილოეთ კორეას 90-იან წლებში დაატყდა თავს. ქვეყნის ისტორიაში ეს პერიოდი შევიდა ძნელი ლაშქრობის სახელით და ოფიციალურად დაბრალდა კორეის სახალხო რესპუბლიკის წინააღმდეგ დანიშნულ სანქციებს. ნათლად მახსოვს, როგორ დამთავრდა საჭმელი და 15 დღის განმავლობაში მხოლოდ წყალმცენარეებით ვიკვებებოდი. აღმოსავლეთის ზღვასთან ახლოს ცხოვრობდით, ასე რომ წყალმცენარეები საკმარისად ჰქონდა. ხანდახან ბაყაყებსაც ვჭამდით. მშობლებს იმედი ჰქონდათ, რომ მალე ყველაფერი დაალაგდებოდა, მაგრამ 2000-იან წლებშიც კი ხალხი შიმშილობდა. შიმშილმა მილიონობით კორეელი იმსხვერპლა. ჩუნ ხეო, ლტოლვილი კორეის სახალხო რესპუბლიკიდან. მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში მოვიდა, კიმ ჩენ ინმა გადაწყვიტა, რომ მოდი ეხლა საზოგადოებას ვაჩვენებ იმას, რომ ბევრად უფრო კარგი ტიპი ვარ, ვიდრე მამაჩემი ან ბაბუაჩემი იყო და შეცვალა კანონი. კანონი შეცვალა იმ თვალსაზრისით, რომ თავისუფალ ბიზნესს ზოგადად არსებობის უფლება მისცა. მაგრამ ეს არსებობის უფლება, რა თქმა უნდა, მხოლოდ და მხოლოდ ილუზია იყო. იქინა გამომდინარე, რომ აბსოლუტურად ყველა ადამიანს, ყველა კერძო მოხელეს, ყველა კერძო ბიზნესის პატრონს უწევდა იმდენად დიდი გადასახადის გადახდა სახელმწიფოსთვის, რომ რეალურად არავის არ უღირდა ბიზნესის წარმოება ჩრდილოეთ კორეაში. ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის შეფასება ექსტრემალურად რთულია, რადგან 1960-იანი წლების შემდეგ კორეის სახალხო რესპუბლიკას არანაირი სტატისტიკური მონაცემი არ გამოუქვეყნებია. თუმცა მკვლევარებმა და ექსპერტებმა სხვადასხვა მაჩვენებლებზე, მაგალითად სამზარეულოსთვის შიდა მოხმარების მყარი საწვავის რაოდენობაზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიური შემოსავალი $1700 იყო, რაც იმაზე ბევრად უფრო დაბალია, ვიდრე ზიმბაბვესა და უგანდაში. დასავლელი ეკონომისტები თვლიან, რომ დიდი მემკვიდრის მიერ ინიცირებულ შეღავათებს არანაირი საგრძნობი ეფექტი არ მოუტანია. საერთაშორისო სანქციებმა კი კორეის სახალხო რესპუბლიკის ისედაც ნელი ეკონომიკური ზრდა საერთოდ შეაჩერა. მიუხედავად იმისა, რომ კიმ ჩენ ინს ზოგადად ზედაპირულად სურდა ის, რომ ეს შიმშილის პრობლემა მოეგვარებინა, დასავლელი და არა მხოლოდ დასავლელი ექსპერტები საუბრობენ იმაზე, რომ ქვეყანაში პირველ რიგში საკვების მოხმარების რაოდენობა ძალიან დაბალ დონეზეა და გარდა ამისა, ის საკვები, რომლებსაც ამ ქვეყნის მოსახლეობა მოიხმარს, ძალიან უხარისხოა. საქმე ის არის, რომ ჩრდილოეთ კორეაში ადამიანის საშუალო სტატისტიკური ადამიანის რაციონი შედგება ბრინჯისგან, ბოსტნეულისგან, წყალმცენარეებისგან და სიმინდისგან და არც ერთი მათგანი რეალურად ხარისხიანი არ არის. ამ ქვეყანაში, ანუ ჩრდილოეთ კორეაში 11 მილიონი ადამიანი, ანუ მოსახლეობის 40%-ზე მეტი დღემდე შიმშილობს. ოფიციალურად ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებას ქვეყანაში არსებულ ეკონომიკურ სიტუაციაზე კომენტარი არ გაუკეთებია. ერთადერთი რამ, რაც ვიცით, არის ის, რომ პანდემიის დროს უმაღლესმა ლიდერმა მოუწოდა მოქალაქეებს მომზადებულიყვნენ კიდევ ერთი ძნელი ლაშქრობისთვის, რაც სასტიკ შიმშილს ნიშნავდა. ხაზგასასმელია ისიც, რომ კიმ ჩენ ინი ხშირად უარყოფს საერთაშორისო დახმარებას. 2024 წლის მასშტაბური წყალდიდობის შემდეგ მან უარი თქვა სამხრეთ კორეისა და საერთაშორისო ორგანიზაციების შეთავაზებაზე გადაუდებელი ჰუმანიტარული ტვირთის მიწოდებასთან დაკავშირებით და განაცხადა, რომ ქვეყანა კრიზისს საკუთარი ძალებით გადალახავდა. ამის პარალელურად კი ფხენიანი აქტიურად იღებს ეკონომიკურ და რესურსულ მხარდაჭერას რუსეთისგან, სადაც ჩრდილოეთ კორეა საბრძოლო მასალასა და სამხედრო დახმარებას ცვლის.
ამ ყველაფრის ფონზე, ანუ მაშინ, როდესაც წესიდარიგით ამხანაგი კიმი უნდა ზრუნავდეს თავისი ქვეყნის მოსახლეობის კეთილდღეობაზე, იგი რეალურად მთელ თავის ბიუჯეტს ხარჯავს შეიარაღებაში. ჯერ მხოლოდ სარაკეტო სისტემების შემოწმებაში ყოველწლიურად იხარჯება $500 მილიონ მეტი, რაც იდეაში სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ ქვეყანაში არსებული მარცვლეულის დეფიციტი თავიდან ბოლომდე შეივსოს. ანუ მხოლოდ აი ეს სარაკეტო სისტემის შესამოწმებელი თანხა $500 მილიონი სავსებით საკმარისია იმისთვის, რომ 11 მილიონი ადამიანის შიმშილის პრობლემა მოგვარდეს, მაგრამ კიმისთვის, რა თქმა უნდა, შეიარაღება პრიორიტეტულია. აღსანიშნავია ისიც, რომ კიმ ჩენ ინის დროს დაიწყო სამშენებლო ბუმი. ფხენიანის სხვადასხვა ნაწილში რეკორდულ დროში ააშენეს საცხოვრებელი კორპუსები 90-იანი წლების ჩინური სტანდარტებით. მათ ხშირად არ აქვთ ცხელი წყალი, ხოლო ლიფტი მხოლოდ პიკის საათებში მუშაობს. ასევე აღსანიშნავია ისიც, რომ მოსახლეობა იტანჯება ელექტროენერგიის ნაკლებობით. სანქციების პირობებში ქვეყანას არ შეუძლია ააშენოს საკმარისად მძლავრი ელექტროსადგურები. შედეგად ქვეყნის უმეტესი ნაწილი შუქის გარეშეა დარჩენილი. ენერგეტიკის საერთაშორისო სააგენტოს ცნობით, ჩრდილოეთ კორეა სამხრეთთან შედარებით თითქმის 50-ჯერ ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. და ეს სიტუაცია კოსმოსიდანაც კი ჩანს. ერთი შეხედვით ის, რომ ტოტალიტარულ სახელმწიფოში შიმშილის პრობლემა, ეკონომიკური პრობლემა, უშუქობა აწუხებს მოსახლეობას და ასე შემდეგ, მაინც და მაინც გასაკვირი არ არის, იმიტომ რომ ეს ტოტალიტარული სახელმწიფოსთვის ჩვეულებრივი დამახასიათებელი ნიშან-თვისება არის. გასაკვირი ის იქნებოდა ამ სახელმწიფოში, რომ რომელიმე მოქალაქეს ქონოდა იმის შესაძლებლობა, რომ რაიმე გაეპროტესტებინა. საქმე ის არის, რომ ჩრდილოეთ კორეაში პროტესტის დასჯა იმდენად მკაცრი მეთოდებით ხდება, რომ მოსახლეობის შიში პიკს აღწევს და აქ ერთი ყველაზე მკაცრი კანონი უნდა ვახსენო. ეს არის კანონი, რომლის მიხედვითაც თუ კი ადამიანი რაიმეს არჩევებს, ისჯება არა მხოლოდ ის, არამედ მასთან ერთად სამი თაობაც. თუ ჩრდილოეთ კორეაში ადამიანი პოლიტიკური დანაშაულისთვის, რეჟიმის გაკრიტიკებისთვის ან ქვეყნიდან გაქცევის მცდელობისთვის გასამართლდება, ციხეში ან ბანაკში მიდის არა მხოლოდ ის, არამედ მისი მთელი ოჯახი, მშობლები, მეუღლე და შვილები. რეჟიმის იდეოლოგიით მოღალატის სისხლის სამი თაობის განმავლობაში უნდა განიწმინდოს. შედეგად კი ათასობით ბავშვი იბადება და იზრდება შრომით ბანაკში, მხოლოდ იმის გამო, რაც მშობლებმა ჩაიდინეს. ამ ყველაფრის გარდა, რა თქმა უნდა, აღსანიშნავია ისიც, რომ კიმ ჩენ ინმა შემოიღო კანონები, რომლებიც ადამიანის ყოველდღიურ პირად ცხოვრებას უმკაცრესად აკონტროლებს. მაგალითად, ქვეყანაში არსებობს თმის ვარცხნილობების ოფიციალურად დამტკიცებული სია, რომელშიც შედის რამდენიმე ნებადართული სტილი. დასავლური ვარცხნილობა აქ აკრძალულია. ასევე აკრძალულია ლურჯი ჯინსების, ბიკინის, პირსინგის, სვირინგების, მანიკურის, მაკიაჟისა და არაბუნებრივი თმის ფერის ტარება, რადგან ეს ამერიკულ იმპერიალიზმთან ასოცირდება. ბოლო წლებში კიმ ჩენ ინმა აკრძალა ტყავის ლაბადების ტარებაც, რადგან ის თავად ლიდერის სავიზიტო ბარათია და უბრალო მოქალაქეებს მისი იმიჯის მიბაძვა ეკრძალებათ. ერთია, როდესაც სახელმწიფო კრძალავს განსხვავებულ ჩაცმულობას, თმის სტილს, თმის ფერს, პირსინგს და ასე შემდეგ, მაგრამ მეორე არის ის, როდესაც სახელმწიფოში მაქსიმალურად მკაცრად კონტროლდება ეგრეთ წოდებული რეაქციული კულტურის გავრცელება. საუბარი მაქვს იმაზე, რომ კიმ ჩენ ინის ბრძანებით ქვეყანაში იკრძალება კორეული ფილმების, K-pop მუსიკის, ჰოლივუდური ფილმების, გარდა ამისა უცხოური წიგნების ან გავრცელება, ან ყურება, ან მოსმენა, ან წაკითხვა. ნუ მოკლედ წარმოიდგინეთ, რომ ამ ყველაფრის გამო ადამიანები შეიძლება ან 15 წლით დაისაჯონ და ციხეში აღმოჩნდნენ, ან არადა საჯაროდ დაიხვიტონ. ამ ყველაფრის ფონზე არაა გასაკვირი, რომ ქვეყანა რკინის ფარდით არის იზოლირებული და საზღვარიც ყველა მხრიდან მაქსიმალურად არის გაკონტროლირებული. ჩრდილო კორეელებს ეკრძალებათ საერთაშორისო ზარები. ინტერნეტთან წვდომა აქ მხოლოდ მოსახლეობის პრივილეგირებულ ნაწილს აქვს. დანარჩენებს კი კვანმიონით სარგებლობა შეუძლიათ, ანუ იმ სერვისით, რომელსაც ხელისუფლება აკონტროლებს. 9 წლის ვიყავი, როცა ვნახე თუ როგორ დახვრიტეს ჩემი მეგობრის დედა იმის გამო, რომ ჰოლივუდური ფილმი ნახა. პაკ იონმი, ლტოლვილი კორეის სახალხო რესპუბლიკიდან. მოსახლეობა ცხოვრობს ისეთ გარემოში, სადაც მათ ქმედებებს აკვირდებიან. აქ აბსოლუტურად ყველა დარღვევა ფიქსირდება და გარდა ამისა აბსოლუტურად ყველა შეცდომა ისჯება. და სწორედ ამის გამო მოსახლეობა არ არის გასაკვირი, რომ დიდად არც კი ფიქრობს განსხვავებულ ცხოვრებაზე. მარშალი კიმ ჩენ ინისთვის ყველაზე მთავარი ხალხია. ის გვაძლევს მთელ თავის სიყვარულს და გვიშენებს ყველაფერ აუცილებელს. აუზებს, პარკებს,
გასართობ ცენტრებს, ცირკს, მართლაც ყველაფერს რაც გჭირდება. ძალიან ბედნიერები ვართ, ძალიან კმაყოფილები. ემოციებისგან შეიძლება ვიტიროთ კიდეც. ტელეარხები სავსეა სამთავრობო პროპაგანდით. კინოთეატრებში მხოლოდ ჩრდილო კორეულ ფილმებს აჩვენებენ. ხოლო თითოეულ ოჯახში არის რადიო მიმღები, რომლის სხვა ტალღაზე გადართვა შეუძლებელია და თუ ვინმე მეს მოახერხა, აუცილებლად დაისჯება. როცა ჩრდილოეთ კორეაში ვცხოვრობდი, სიცოცხლის ფასად მალულად უსმენდი სხვა ქვეყნის რადიოსადგურებს. ჯერა, რომ სხვებიც ასე იქცევიან. ჩრდილო კორეული გაზეთები აბსოლუტურად ყველა სტატიაში აქებენ კიმ ჩენ ინს. მისი მამა და მისი ბაბუა, ანუ კიმ ჩენ ირი და კიმ ირ სენი, არიან გამოცხადებულები სათაყვანებელ ადამიანებად. ჩრდილოეთ კორეაში ზოგადად არ არსებობს რელიგია. ესეც ხაზგასასმელი რამ გახლავთ და გარდა ამის ახაზგასასმელი არის ისიც, რომ ჩრდილოეთ კორეაში სუიციდი ისჯება. ანუ უცნაურად ჟღერს ხო ერთი შეხედვით როგორ უნდა დასაჯო ადამიანი, რომელმაც თავი მოიკლა. სჯიან არა მაგ ადამიანს, არამედ ამ ადამიანის ნათესავებს ოღონდ სამთაობაში. იმიტომ რომ სუიციდი აქ ითვლება ქვეყნის ღალატად. დასავლური დაზვერვის მონაცემებით, ლიდერისადმი დაუმორჩილებლობისთვის ხალხის დასასჯელად ჩრდილოეთ კორეის რეჟიმმა საბჭოთა გულაგების სისტემა გადმოიღო. მათი ინფორმაციით ბანაკებში მყოფი პატიმრები სრულად არიან მოწყვეტილნი მავთულ ხლართებს მიღმა არსებულ სამყაროს, რადგან ისინი კონტრრევოლუციონერებად ითვლებიან, რომელთაც არანაირი უფლება არ გააჩნიათ. ამ ინფორმაციას ასევე ადასტურებენ ყოფილი პატიმრებიც, რომლებმაც გაქცევა მოახერხეს. იძულებულები ვიყავით ფეხში შველებს გვემუშავა, რომ არ გავქცეულიყავით. ჩვენ არ გვქონდა უფლება გვებანავა, წამალი მიგვეღვა ან დაგვეძინა. მაშინ როცა ტუალეტით სარგებლობდით, ზედამხედვლის თვალთახედვიდან არ უნდა გამქრალიყავით, წინააღმდეგ შემთხვევაში სასტიკად გვცემდნენ. ყაზარმებში ფანჯრები არ იყო, საშინელი სუნი იდგა. შიმშილით გვხოცავდნენ. ეს ყველაფერი ჰოლოკოსტს გავდა, ოღონდ საკუთარი მოქალაქეების წინააღმდეგ. პაკ ჩიხონი, ლტოლვილი კორეის სახალხო რესპუბლიკიდან. რა თქმა უნდა, კორეის სახალხო რესპუბლიკის ოფიციალური მედია საშუალებები საუბრობენ იმაზე, რომ პრინციპში აქ არაოფიციალური არც არსებობს, საუბრობენ იმაზე, რომ აბსოლუტურად ყველა მსგავსი ტიპის ინტერვიუ და აბსოლუტურად ყველა მსგავსი ტიპის ისტორია არის ტყუილის ნაწილი, იმ ტყუილის ნაწილი, რომელიც დასავლურმა პროპაგანდამ მოიფიქრა. მაგრამ დიდი ალბათობით, თითოეულ თქვენგანს მინიმუმ სმენია მაინც ოტო ვარმბიერზე. 2016 წელს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ოტოს 15 წლიანი მძიმე შრომითი ბანაკი მიუსაჯა. ბიჭი ფხენიანის სასტუმროდან პროპაგანდისტული პოსტერის მოპარვის მცდელობისას დაიჭირეს და ჩრდილოეთ კორეის წინააღმდეგ მტრულ ქმედებებში დასდეს ბრალი. ვევეტრები ჩრდილოეთ კორეის ხალხს და მთავრობას პატიებას. გთხოვთ, ჩემი ცხოვრების ყველაზე ცუდი საქციელი ჩავიდინე. გთხოვთ, გადამარჩინეთ. დაკავებიდან 14 თვის შემდეგ ოტო გაათავისუფლეს და ამერიკის შეერთებულ შტატებში კომატოზურ მდგომარეობაში გადაიყვანეს. ჩრდილოეთ კორეის მთავრობამ განაცხადა, რომ ახალგაზრდა სტუდენტს ბოტულიზმი დაემართა. თუმცა, რა თქმა უნდა, ამერიკელმა ექიმებმა ბოტულიზმის ვერანაირი კვალი ვერ აღმოაჩინეს. ამერიკის შეერთებულ შტატებში დაბრუნებიდან სულ რაღაც 6 დღეში ოტო ვარმბიერი გარდაიცვალა. მისი მშობლების ჩვენებებიდან გამომდინარე სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზამ დაასკვნა, რომ ეს ბიჭი ჩრდილოეთ კორეაში ციხეში აწამეს. არსებობს ცნობები, რომ სასჯელის სახით სექსუალურ ძალადობასაც იყენებენ. გაეროს კომისიის გამოძიების თანახმად, ქალებს აქ იძულებით უკეთებენ აბორტს. ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ აღიარა შრომითი ბანაკების არსებობა, თუმცა დღემდე უარყოფს იმ ფაქტს, რომ მათში ადამიანის ფუნდამენტური უფლებები ირღვევა. ჩვენ მიგვაჩნია, რომ თუ ადამიანი დამნაშავეა, ის გასამართლდა და მიესაჯა პატიმრობა, აუცილებელია, რომ მან საზოგადოებას მიყენებული ზიანის სრულმცირე ნახევარი მაინც აუნაზღაუროს. მისი საქმეა იმუშაოს ისევე, როგორც დანარჩენი გლეხები, რომლებიც ბრინჯს იმკიან და ხალხს კვებავენ. ზოგიერთი ცნობის მიხედვით, კიმ ჩენ ინი არ ერიდება საჯარო სიკვდილით დასჯებსაც კი და ეს ინფორმაცია მოგვიანებით დადასტურდა კიდეც. აი მაგალითად 2012 წელს ეს ინფორმაცია გავრცელა სამხრეთ კორეის დაზვერვამ, მან საჯაროდ სიკვდილით დასაჯა ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ხენ ენ ჩხოლი. აი ესეთი უცნაური სახელების დამახსოვრება მიწევს დღევანდელი ვიდეოსთვის. კაი, მოკლედ გავაგრძელებ ისტორიას. მათი ინფორმაციით მაღალჩინოსანი იმის გამო დაისაჯა, რომ კიმ ჩენ ირის გარდაცვალება საჯაროდ არ გლოვობდა და ჭორების მიხედვით წვეულება მოაწყო. მართველის პირადი ბრძანებით იგი სავარაუდოდ ნაღმტყორცნით დახვიდეს. თუმცა მოგვიანებით მაშინ, როდესაც მინისტრის მოადგილის გარდაცვალების შესახებ ჭორები გავრცელდა, ტელევიზიაში მისი მსგავსი ადამიანი
რამდენჯერმე გამოჩნდა. ერთი შეხედვით თუ კი ეს ადამიანი ტელევიზიაში გამოჩნდა, მაშინ გამოდის რომ ის არავის არ დაუხრეტია, მაგრამ სინამდვილეში კიმ ჩენ ინს დიდად არც უდარდია მაგ საკითხზე და მაშინ როდესაც ეს ადამიანი, ანუ ჩრდილოეთ კორეის თავდაცვის მინისტრის მოადგილე ტელევიზიაში ჩნდებოდა, რეალურად სულ სხვა ადამიანი იყო. ისეთი ადამიანი, რომელიც არც კი გავდა იმ ადამიანს, რომელიც დახვრიტეს. და პრინციპში შეიძლებოდა რომ ეს ისტორია არ დაგვეჯერებინა, რომ არა ერთი ფაქტი. 2013 წელს კიმ ჩენ ინის ბრძანებით დახვრიტეს მისი ბიძა, ანუ მამამისის ძმა, ჩანგ სონგ ხეკი. და კიმ ჩენ ინმა საჯაროდ განაცხადა, რომ ეს ადამიანი დაისაჯა იმის გამო, რომ იგი ხელს უშლიდა ჩრდილოეთ კორეის განვითარებას. და აბსოლუტურად ყველა ის ადამიანი, რომელიც მსგავს საქმიანობაში იქნებოდა ეჭმიტანილი ან დამნაშავე, ზუსტად ისე დაისჯებოდა, როგორც მისი ბიძა. 2017 წელს კიმ ჩენ ინის ნახევარ-ძმის, კიმ ჩენ ნამის ჯერის დადგა. იგი მალაიზიის აეროპორტში ქიმიური საბრძოლო იარაღით მოწამლეს. სამხრეთ კორეის დაზვერვის სამსახურებამ მკვლელობაზე პასუხისმგებლობა გამოძიების დაწყებამდეც კი კიმ ჩენ ინს დააკისრეს. გავრცელებული მოსაზრებით მკვლელობის მოტივი გახლდათ ის, რომ ჩენ ნამი მასზე არასასიამოვნო კომენტარებს აკეთებდა და ამას გარდა ამერიკული დაზვერვისთვის აგროვებდა ინფორმაციას. აი თავად ჩრდილოეთ კორეაში კი მედიამაც, ისევე როგორც საერთაშორისო საგამოძიებო კომიტეტმა დააიგნორა მომხდარი. მანამ სანამ ჩრდილოეთ კორეის მოსახლეობის ძალიან დიდი ნაწილი სიღარიბესა და შიმშილში ცხოვრობს, კიმ ჩენ ინი ერთობა იმ ქონებით, რომელიც მას გააჩნია. დასავლური მედია საშუალებები ზუსტად ისევე როგორც პრინციპში სამხრეთ კორეული დაზვერვა, საუბრობენ იმაზე, რომ მის ქონებაში დაახლოებით 5 მილიარდი დოლარის ღირებულების ფუფუნების საგნებია, ავტომობილებია, იახტებია, თვითმფრინავები და გარდა ამისა ვილებია. არადა მაშინ, როდესაც ის ხალხი, რომელიც ჩრდილოეთ კორეაში ცხოვრობს, უსმენს თავიდან ბოლომდე ყოველ დღე პროპაგანდისტულ გამოცემებს, პროპაგანდისტულ სატელევიზიო გადაცემებს უпростоრედ და მათ გონიათ, რომ კიმ ჩენ ინი ყველაფერს აკეთებს საიმისოდ, რომ მოსახლეობა კარგად და ბედნიერად გრძნობდეს თავს. მრცხვენია, რომ ვერ შევძელი სრულად გამართლებულიყო ის იმედები, რომლებსაც ჩემზე ამყარებდი. მრცხვენია, რომ ჩემი ძალისხმევა და თავდადება არ არის საკმარისი ჩვენი ხალხის მძიმე მდგომარეობის შესამსუბუქებლად. მსგავსი შინაარსის საჯარო გამოსვლების პარალელურად, სამხრეთ კორეული დაზვერვის შეფასებით, ჩრდილოეთ კორეაში კიმ ჩენ ინს სულ მცირე 33 რეზიდენცია აქვს. ამას გარდა მას პირადი კუნძულიც აქვს ვონსამნის მახლობლად. სწორედ ამ კუნძულზე იწვევს ბრწყინვალე ამხანაგი მნიშვნელოვან სტუმრებს და მათთვის წვეულებებსაც მართავს. 2013 წელს კუნძულს NBA-ის ყოფილი ვარსკვლავი დენის როდმანი ეწვია. იქაურობა ჰავაის ან იბიცას გავს, ოღონდ იმ განსხვავებით, რომ ყველაფერი მხოლოდ მისთვის არის შექმნილი. იხსენებდა მოგვიანებით კალათბურთელი. კიმ ჩენ ინის ავტოპარკში 100-ზე მეტი ძვირადღირებული ავტომობილია. მათ შორის გახლავთ ლიმუზინი Mercedes Maybach S600, რომლის ღირებულებაც $1.5 მილიონია. იგი არაერთხელ მოხვდა კამერების ობიექტივში ლიდერის უცხოური ვიზიტების დროს. წყალზე გადაადგილებისთვის ჩრდილოეთ კორეის ამომავალ მზეს კიდევ ერთი სათამაშო აქვს. 29 მეტრიანი იახტა სახელად პრინცესა, რომლის ღირებულებაც დაახლოებით $7 მილიონია. იგი არაერთხელ დააფიქსირეს სატელიტებიდან კიმ ჩენ ინის რეზიდენციებთან ახლოს. კიმის საკუთრებაში ასევე შედის საბჭოური წარმოების თვითმფრინავი Il-62 და გარდა ამისა მატარებელი, რომელიც 90 ჯავშნიანი ვაგონისგან არის შემდგარი. სხვათა შორის უნდა ითქვას ისიც, რომ კიმ ჩენ ინზე, გარდა იმისა, რაც დაზვერვამ უკვე მოიპოვა და დაადასტურა, არის რაღაც გარკვეული ჭორებიც. და ამ ჭორების მიხედვით, მიუხედავად იმისა, რომ იგი ოფიციალურ შეხვედრებზე ზოგადად მეუღლესთან ერთად დადის ხოლმე, მას აქვს უпростоრედ კი ყავს დაახლოებით 2000-მდე ლამაზმანისგან შემდგარი არმია, რომელსაც სიამოვნების არმიას ეძახიან. ოღონდ ეს ჩემი მომფიქრებული ტერმინი არ არის. ამ ეგრეთ წოდებულ სიამოვნების არმიაში, როგორც უკვე გითხარით, 2000-მდე გოგო არის გაწევრიანებული და ისინი, ასე ვთქვათ, ემსახურებიან მაღალ ჩინოსნებს და გარდა ამისა უცხოელ სტუმრებს. და პრინციპში ამ ამბავსაც რო რამე არ დავიჯერებდი, იმიტომ რომ ესეც ერთი შეხედვით ყურს მოტრეული ჭორია, მაგრამ თუ იმას გავითვალისწინებთ, რომ სადღაც ეპშტეინი მსგავს რაღაცას არა სრულწლოვანებთან, არამედ არასრულწლოვანებთან აკეთებდა, მაინც და მაინც ტოტალიტარული სახელმწიფოს დიქტატორისგან მსგავსი ქმედება გასაკვირი არ იქნებოდა. მაგრამ მოდით ახლა ეს ყველაფერი გვერდზე გადავდოთ და ვისაუბროთ იმაზე, რაც კიმ ჩენ ინის შემთხვევაში მსოფლიოს ყველაზე მეტად აშინებს და აინტერესებს. იმ სამხედრო პოტენციალზე,
რომელიც ჩრდილოეთ კორეას აქვს. კიმ ჩენ ინის მმართველობისას განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო სამხედრო პოტენციალის განვითარებას. ჯერ კიდევ 50-იან წლებში, მაშინ როცა კორეის ნახევარკუნძულზე ომი მიმდინარეობდა, შეერთებული შტატები, რომელიც ჩრდილოეთ კორეის მოწინააღმდეგის მხარეს იდგა, ქვეყანას ბირთვული დარტყმით დაემუქრა. ეს მუქარა კიმ ირ სენს უყურადღებოდ არ დაუტოვებია. მან ჩრდილოეთ კორეელი ფიზიკოსები საბჭოთა კავშირში, მოსკოვის მახლობლად, დუბნაში მდებარე ბირთვული კვლევების გაერთიანებულ ინსტიტუტში გაგზავნა პრაქტიკის გასავლელად. სწავლების შემდეგ სპეციალისტებმა ჩრდილოეთ კორეაში, კერძოდ კი იონბიონში საკუთარი კვლევითი ცენტრი ააშენეს. ბირთვული იარაღის შექმნის პროცესი დაახლოებით 40 წელი გაგრძელდა. მთელი ამ დროის განმავლობაში ბომბის შექმნაში მათ ხელს უშლიდნენ შტატებიც, სამხრეთ კორეაც, იაპონიაც, ჩინეთიც, საბჭოთა კავშირიც და დაშლის შემდეგ ცალკე დარჩენილი რუსეთიც. თუმცა 2005 წელს ჩრდილოეთ კორეის ხელისუფლებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ საკუთარი ბირთვული იარაღი ჰქონდა. პირველი გამოცდა 2006 წლის 9 ოქტომბერს ჩატარდა, რასაც შემდეგ უკვე მეორე, 2009 წლის 25 მაისის გამოცდა მოყვა. ხელისუფლებაში მოსვლისთანავე კიმ ჩენ ინმა გადაწყვიტა, რომ ბირთვული პროგრამისთვის ბევრად უფრო დიდი ყურადღება მიექცია და სწორედ ამიტომ 2016 წლის 6 და 9 სექტემბერს, ზუსტად ისევე როგორც 2017 წლის 3 სექტემბერს, მათ გამოსცადეს, ანუ ჩრდილოეთ კორეამ გამოსცადა ბირთვული იარაღი. უცხოური დაზვერვის სააგენტოები საუბრობენ იმაზე, რომ ამ სამი გამოცდიდან ორ შემთხვევაში მათ გამოსცადეს წყალბადის, ანუ თერმობირთვული იარაღი. ამ ინფორმაციას მყისიერი საერთაშორისო რეაქცია მოყვა. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა გაეროს გენერალურ ასამბლეაზე გამოსვლისას განაცხადა, რომ სრულად გაანადგურებდა ჩრდილოეთ კორეას, თუ კი ეს შტატების დასაცავად გახდებოდა საჭირო. შეერთებულ შტატებს დიდი ძალა და თმენის უნარი აქვს, მაგრამ თუ იძულებულნი გავხდებით დავიცვათ საკუთარი თავი, ან ჩვენი მოკავშირეები, სხვა არჩევანი არ გვექნება. ჩრდილოეთ კორეის სრულად განადგურება მოგვიწევს. რაკეტის კაცი თვითმკვლელურ მისიაში ჩაება. ტრამპის ამ სიტყვებს კიმ ჩენ ინი არ შეუშინებია. პირიქით, მან სამხედროებს უბრძანა მზადყოფილიყვნენ წყნარ ოკეანეში მდებარე ამერიკულ ტერიტორიაზე, კუნძულ გუამზე დარტყმისთვის. ტრამპი ჩრდილოკორეელი ლიდერის ასეთ გამოხდომას ცეცხლითა და რისხვით დაემუქრა. მედია კი სერიოზულად განიხილავდა ამ ორ სახელმწიფოს შორის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყების რისკებს. 2018-19 წლებში ჩრდილოეთ კორეისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებმა ორი სამიტი გამართეს სინგაპურსა და ჰანოიში, სადაც კორეის ნახევარკუნძულზე ბირთვული ქობინების შემცირებაზე შეთანხმებას ცდილობდნენ. თუმცა პოლიტიკოსებმა კონსენსუსს ვერ მიაღწიეს. ამერიკის ხელისუფლებაში ცვლილებებს კი მოლაპარაკებების შეწყვეტა მოჰყვა. საბოლოოდ კი 2022 წელს ჩრდილოეთ კორეამ მიიღო ისეთი კანონი, რომელმაც მას ფაქტობრივად ბირთვული სახელმწიფოს სტატუსი მიანიჭა და ამით შეიძლება ითქვას, რომ ბირთვულ განიარაღებაზე საუბარი თავიდან ბოლომდე დახურულია. კიმ ჩენ ინმა ყველაფერი გააკეთა საიმისოდ, რომ არ გაემეორებინა ის ისტორია, რომელიც თავის დროზე მუამარ კადაფის გადახდა. მეტიც, ის ამ სფეროში სხვა სახელმწიფოებისგან განსხვავებით ექსპერიმენტებს არ ერიდება. ამ ეტაპზე კორეის სახალხო რესპუბლიკას აქვს მოკლე, საშუალო და კონტინენტთაშორისი რადიუსის რაკეტები, რომლებიც ოფიციალური პირების თქმით, შეერთებული შტატების ნებისმიერ წერტილამდე აღწევს. ჩრდილოეთ კორეის შეიარაღებაში არის სისტემები, რომელთა გაშვებაც შესაძლებელია მობილური გამშვებიდან, სპეციალური მატარებლებიდან, წყალქვეშა ნავებიდან და სხვა პლატფორმებიდანაც. ქვეყანაში მუშაობენ ჰიპერბგერითი იარაღის შექმნაზეც. არავინ იცის ზუსტად რამდენი ბირთვული იარაღი აქვს ჩრდილოეთ კორეას, თუმცა ექსპერტთა შეფასებით, სახელმწიფოში 90-მდე ბირთვული ქობინი, 900 კილოგრამამდე გამდიდრებული ურანი და 40 კილოგრამამდე პლუტონიუმი უნდა იყოს, რაც საკმარისია იმისთვის, რომ კიდევ რამდენიმე ათეული ბირთვული ქობინი დამზადდეს. ბოლო წლებში პრესაში აქტიურად მიდის საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ კიმ ჩენ ინს აქვს გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემები და ეს საუბარი ისე უბრალოდ და უსაფუძვლოდ არ ხდება. საქმე ის არის, რომ თუკი წლების წინ კიმ ჩენ ინი თითქმის ყოველდღიურად ჩნდებოდა ტელევიზიაში, ახლა იგი საზოგადოების თვალთახედვის არიდან შეიძლება რამდენიმე თვითაც კი გაქრეს. ასეთი ცნობების ფონზე განსაკუთრებით სიმბოლურია მისი ახალგაზრდა ქალიშვილის, კიმ ჯუ ეს საჯარო გამოჩენა. მით უმეტეს იმის გათვალისწინებით, რომ 2022 წლამდე საერთოდ არ დასტურდებოდა, რომ ერის ლიდერს შვილები ჰყავდა. გოგონა მედიამ ყისიერად შერაცხა კიმების დინასტიის ახალ მემკვიდრედ. თუმცა სამხრეთ კორეის დაზვერვას მიაჩნია, რომ დასკვნები ნაადრევია, რადგან ბრწყინვალე ამხანაგს უფროსი ვაჟი ჰყავს, რომელსაც ჯერჯერობით საგულდაგულოდ მალავენ.
საბოლოო ჯამში კიმ ჩენ ინის ისტორია მხოლოდ ერთი ადამიანის ისტორია არაა. ეს არის ისტორია იმაზე, თუ როგორ შეიძლება ერთმა ოჯახმა რამდენიმე თაობის განმავლობაში შექმნას ისეთი სისტემა, სადაც მმართველი არის არაუბრალოდ ქვეყნის ლიდერი, არამედ სახელმწიფოს იდენტობის ნაწილი. ბავშვი, რომელიც შვეიცარიის სკოლაში დადიოდა და მეგობრებთან ერთად ვიდეო თამაშებს თამაშობდა, წლების შემდეგ იმ ქვეყნის ლიდერი გახდა, სადაც მისივე მოქალაქეების დიდი ნაწილისთვის უცხო სამყაროს შესახებ ინფორმაციის მიღება და გავრცელება დანაშაულია და ამის გამო შეიძლება სიკვდილითაც დასაჯონ. დღეს კიმ ჩენ ინი ითვლება მსოფლიოში ყველაზე იდუმალ ავტორიტარულ ლიდერად და გარდა ამისა ადამიანად, რომელსაც ხელში უჭირავს ბირთვული სახელმწიფო, ის სახელმწიფო, რომელიც უკვე 10 წლეულები არის იზოლირებულია მთელი გარე სამყაროსგან და ყველაზე საინტერესო არის არამხოლოდ ის თუ ვინ არის კიმ ჩენ ინი, რა ცხოვრება აქვს მას გამოვლილი, არამედ ის თუ რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს კიმების დინასტიის ავტორიტარული რეჟიმი. ან ვინ მოვა მისი გარდაცვალების შემდეგ. მისი ქალიშვილი, თუ ის ვაჟი, რომლის შესახებაც ინფორმაცია დღემდე არ არის დადასტურებული. ან იქნებ მოვიდეს ისეთი ადამიანი, რომელიც თავიდან ბოლომდე შეცვლის იმ სისტემას შიგნიდან, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში მოსახლეობას ჭამს. მოკლედ, ერთი რამ ფაქტია. კიმების დინასტიის ისტორია ჯერ არ დასრულებულა. აი, ვიდეო კი დასასრულს მიუახლოვდა. ძალიან დიდი მადლობა აბსოლუტურად ყველა იმ მაყურებელს, რომელმაც თავიდან ბოლომდე უყურა ამ ვიდეოს. მადლობა ყველას, ვინც დაალაიქა ეს ვიდეო და გარდა ამისა ძალიან დიდი მადლობა ციფრული ინდუსტრიის აკადემიას იმისთვის, რომ ჩემს არხს ისევე როგორც მე, აგერ უკვე არაერთი დღე და არაერთი თვეა გვერდში უდგას. დროებით.